1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ოჯახების სოციალური დახმარება ორმაგდება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ყველა ასეთი ოჯახი პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარის ნაცვლად 48 ლარს მიიღებს. გაორმაგებული სოციალური დახმარება საქართველოში 154,000 ოჯახს შეეხება. პარლამენტის ახალი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო ტარიფების გადახედვას იწყებს. ამ მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანით ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატივის თანახმად დაგეგმილია საგზაო წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირება. ასევე შემცირდება ამ ჯარიმების დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანქციები, ხოლო მისი გადახდის ვადები გაიზრდება. ყველა სპეციალურად არ არღვევს ადამიანს, შეიძლება შეემთხვეს და ცოდვა არის ახლა დღეს რო გივითვალისწინოთ უბუშეურობაა და კარგი გადასახადი თუ შემცირდება მაგას აჯობი. კარგი ხალხი პატარას ამეისუნთოს. ხელი დღესაღა დავდივარ არ მიშოვია მანეთი. მაგრამ თუ საგზაო წესს დაარღვევს როგორ ფიქრობთ უფრო შემცირდეს თუ უფრო უნდა გაიზარდოს? გააჩნია დარღვევას. უცაბედა და უბრალოდ დარღვევისთვის ახლა მახელა ჯარიმა არ უნდა იყოს და თუ კი რაღაცას დაარღვევს და თვრალი დაждდება საჯაზე იმას იმ წუთში უნდა მიცე 10 წლიანი შენი მეტი არაფერი. თქვენ თუ გადაგიხდიათ საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმა? მე 30 წელიწადი ვასწავლდი მაგას ჯერ ტექნიკუმში, მერე სკოლაში და არ გადამირღვევი არაფერი. კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ზღოდის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი 40 ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება. შემცირებული ტარიფები მძღოლების განმარტებით მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ყველასათვის. ზღოდის გამოყენების შემთხვევაში კი ყველას ერთი პოზიცია აქვს. დასახლებულ პუნქტში ზღოდის ტარება მათი აზრით არ არის აუცილებელი. ზღვაზე დასახლებულ ადგილას არ უნდა იყოს ზღვეთი. არა აუცილებელი. ბაზარში რო ხარ კაცი და ყოველ წუთში გიწევ, რა აუცილებლობა არის? თუ ჩქაროსნულ მოძრაობაზე ხარ იქ, რომც არ მითხრა იმათ მე გევიკეთებ მაშინ. ამას არ ჭირდება დაძალება. ჩემ თავზე მეტი ახლა იმათ უყურვარ სიტყვაზე. ღვედი საერთოდ არ არის ქალაქში საჭირო. მაგ ქალაქარე თუ გეიგეთებ და დაარღვე, უნდა გეკეთე ზოგ მაშინ უნდა გადიხადო ჯარიმა. თუ არა ქალაქში ახლა აგერ მანქანა გავაჩერე, ეგერ გევიერ 2 მეტრო. დათმინა ეგანა ღვედი. ეს არის ყველაფერი ფულის მახე, მეტი არაფერი. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო ტარიფების პროექტი ფრაქცია ქართული ოცნება ეროვნულმა ფორუმმა მოამზადა. ფინალური კონცერტი პირველ მუსიკალურ სასწავლებელში. სეზონის დახურვა წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ ფესტივალებსა და კონკურსებში წარმატება მიღწეული მონაწილეებისა და პედაგოგების ერთგვარი ანგარიში იყო აუდიტორიისა და საგანგებოდ მოწვეული სტუმრების მისამართით. მუსიკალური ნომრები და მისი 20 შემსრულებელი სწორედ ამ ნიშნის მიხედვით შეარჩიეს. ყველა მათგანი სეზონის ლაურეატი იყო. მე პირველად ვიღებ მონაწილეობას საანგარიშო კონცერტზე. ძალიან მიხარია. დიდი მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლებით. და მე დაუკარი კონსერვატორიაში გავხდი ლაურეატი და უკრავ აი ამ კონცერტზე და დღეს შეგისრულებთ რახმაინოვის პრელუდია. ძალიან მიხარია რომ დღევანდელ კონცერტში ვღებულობ მონაწილეობას. ქუთაისში გამართულ ფესტივალზე ავიღე გრან-პრი და დღეს შევასრულებ ალექსი მაჭავარიანის ოტელოდან ნაწყვეტზე მავრიტანული ცეკვა, მღერივარ გუნდში და ასევე მღერივარ საგალობლებს. დღეს პირველ ნომერს შევასრულებ საგალობელს. ქრისტე აღსდგა და აღდგომასა შენსა. რევაზ-ლაღეძის სამუსიკო სკოლაში, რომელმაც დაარსებიდან 80 წლის იუბილე რამდენიმე თვის წინ საკმაოდ პომპეზურად აღნიშნა, 200-ზე მეტი მოსწავლე 4 განყოფილებაშია გადანაწილებული. სექციები ფორტეპიანოში, ვიოლინოში, ვოკალსა და გიტარაში თითქმის ერთნაირი დატვირთვით მუშაობს. სამუსიკო სკოლა სასწავლო წელი დაამთავრა. ტრადიციულად სასწავლო წლის ბოლოს ყოველთვის გვაქვს საანგარიშო კონცერტი, სადაც წლის მთელ ნამუშევარს ვაჯამებთ. ამ დროს უმეტესად კარგი მოსწავლეები ღებულობენ საანგარიშო კონცერტში მონაწილეობას, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში მიაღწიეს წარმატებებს ფესტივალებზე, კონკურსებზე და ეს არის გარკვეულწილად ანგარიში მუნიციპალიტეტის წინაშე, რომელიც გვაფინანსებს ჩვენ და ჩვენც გვინდა ჩვენი თვაჩვენოთ რა გავაკეთეთ, როგორ გავაკეთეთ. სკოლას ჰქონდა საკმაოდ წარმატებები, ვამაყობთ ამ წარმატებებით და ვცდილობთ, რომ მომავლისთვის კიდევ უკეთესად მოვემზადოთ.
საანგარიშო კონცერტით პირველ სამუსიკო სკოლაში სამუშაო პროცესი დასრულდა. ის სასწავლო წლის განახლების პარალელურად გაგრძელდება. ღონისძიება კი თითეული მხატვრული ნომრისა და საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ლამაზი და გემოვნებიანი გამოვიდა.